I'm because it's so hard to negotiate. ბასიანში შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი. იმის გამო რომ კონკრეტულ სისტემას უნდა რაღაც სახის პიარიან რეკლამა გაეკეთებინა და რიგი ადამიანების ხარჯზე მოეპოვებინა პოლიტიკური ბენეფიტები, ანუ სარგებელი. ჩვენ ახალგაზრდები ვაცნობიერებთ ამას, თუ რას მოქმედებს ძალადობრივი სისტემა და გამოვდივართ ამის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე აქტივისტი დაიჭირეს ჯერ არასამართლიანი, არასამართლებრივი ბრალდებით და მიზეზით, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოუშვეს. რატო გამოუშვეს, იცით? იმიტომ რომ ჩვენი ეშინია და იმას გპირდებით, გინდ მუქარად მიიღეთ, გინდ რჩევად მიიღეთ, რომ ჩვენ დღეს აქ 100 ვართ, მაგრამ ათასობით ახალგაზრდა გამოვა. პოლიციას, მაგრამ არა ისეთ პოლიციას, რომელიც იარაღით, დუბიკებით, რეზინის ხელკეტებით გვაშინებს, არამედ ისეთ პოლიციას, ვინც ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ვინც მიუხედავად იმისა, ვის მოწონს კლუბური ცხოვრება, ვის არ მოწონს კლუბური ცხოვრება, ვინც ჩაიში ახალგაზრდა სამუშაოდ მიდის, ან აქ რჩება შიერი, ყველას გვინდა დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფო. აქ ყოფ არცერთ ახალგაზრდას არ უნდა მიიღოს ნარკოტიკები, არ უნდა მიიღოს შეტისმის
ხელოვნებები, რომელიც მათ სიცოცხლეს მოსწონს. უბრალოდ ერთი რამ არის, ამ ნარკოტიკებს, ამ ცუდ საშუალებებს თქვენ კაბინეტებიდან გვასახებთ მოსაწამლავად. არავინ ლიდერი, არავინ ორგანიზატორი, უშუალოდ ერთი ადამიანი, აქ ყველა ვართ ინდივიდუალურად წარმოქმნილი პიროვნება, რომელიც თავის ღირსებას იცავს, იმ ღირსებას, რომელიც თბილისში, გარკვეულ კლუბებში შეილახა. ვისაც სურვილი აქვს სიტყვით გამოვიდეს და თავისი აზრი, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. გიორგი, ხოდა არ გჭირდა როგორ მე ვჭირდი ეგ სიტყვა და არ არის საჭირო ეს სიტყვა. ფილიპე, ორი სიტყვა ვითხართ აი. მოდი გიორგი. არასდროს თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ყოფილა ესეთი ექსცესების გარეშე. ჩვენ ყველა უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი სიტყვის თავისუფლებისთვის. იმის თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიკრიბოთ ერთად და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ ერთხმად უთხრათ მათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლები და თავისუფლებისთვის ჩვენ ვიბრძოლეთ. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მიყვარხარ ყველანი აბსოლუტურად. თითოეული ჩვენგანი ვიბრძოლოთ ერთად, ვიბრძოლოთ მშვიდობით, ვიბრძოლოთ მუსიკით, ვიბრძოლოთ ცეკვით, ვიბრძოლოთ კარგი ხასიათით, ჩახუტებით, ერთმანეთის სიყვარულით და გასულით. ხასიათი უნდა იყოს თავისუფალი. მშვიდობიანად გავარ და ყველას მოუწოდეთ, ასევე ყველა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ არ ვართ ცხოველები, ჩვენ არ ვართ პირუტყვები, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი აზრი. ამისთვის ამაში არავინ ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჩვენ. ხო, ყველას უღრმესი მადლობა ისევ მინდა მოუხადო ყველა იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვყვნენ განყოფილებაში, რომლებიც დამხილოთ პროფესიონალები არიან თავისი საქმის და მობიერად მოგვეყვნენ და არ იძალადეს ჩვენზე. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ვთქვათ, რომ ჩვენ არ მოგწონს ის, როდესაც ხელკეტებით უსწორდებიან ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ახალგაზრდებს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს. ძალიან გთხოვთ რა, გაიხარხოთ ყველა. მოკლედ პირველში ზადი როდეში ხმაუკა ჩახშობილი გახსნა. მოდი კოჩეჩო. მადლობა და გადაგიხადოთ ყველა იმას. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და ჯერათ იმის, რასაც აკეთებთ. სწორედ ასეთ ქვეყანაში, ასეთ ახალგაზრდებს მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩვენ გვაქვს და გვექნება გამოხატვის უფლება. მშვიდობიანი გამოხატვის უფლება.